დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებათ თქვენი სისხლი თავისი ქოლგით, რომელიც დაუკითხავთ წამოიღო შვილის არის მოკლედ. გუშინ კი ავიღებინა ვართო, მაგრამ მთლად ესე რომ წამომეღო დღევანდელ დღეზე დიდად ინფორმაციის ჩემი შვილი არ ფლობდა. ეს რამდენი რატომ აქ ხო არ ვიცით. ხო წავედით, მარშრუტკას არ ველოდები, მარშრუტკას რო ველოდები, ანუ სახლი უკრდება. ხო არ ღადაო, მამას წინათ არ ვთქვი როგორ მიყვარს ეს სახლი თქო. ანუ დაზიანებული, უბრალოდ ადგილია ძალიან კაი. ხო არ გავიგო რა ღირს მოიცა. არა და ყოლა ალა მოლას ვიძახი ხოლმე რომ აი ამ სახლში რა კარგი გარედან ვიცი სახლი თუ არ შიგნიდან მსვარვანაყოფი მიშენება შეიძლება რამდენჯერ მithქვამს და ამ დროს გავიხდე იყიდება წერი. აუ რატომ აქ რამდენა გოგორო. თავი როგორ მოგწონთ. უკან ძალიან საყვარლად მაქვს. ნომერი ამოვიწერე, დაბალფასში არ გაიყიდება, იმიტომ რომ ადგილია კარგი, თუმცა ძალიან სარემონტოა. და აი არ ვიცი. დავსკარგავთ, დავრეკოთ. აღუცახავს, გერა ქვეიყიდება, ჩემმა სახვევდა. ისეთიც რამდენა მქონდა გოგოებო, მეტყობა კიდეც ისეთიც რამდენა, რომ აი რა ვიცი, არ ვიცი რა გითხრათ. და მემართა ესე უცებ აი წამწამი ჩამევარ და სავარაუდოდ და მეტროში ვერ ხედავდი სად იყო და ვიჩიჩქინეთ. აუ, ის სახლი მინდა. ანუ სახლი შიგნიდან არც ვიცი როგორია, უბრალოდ გარედან აქვს ძალიან კარგი მიშენების პერსპექტივა და კიდე პლუს სამზარეულოს მოვცხებდი ეგეთი წინ ტერიტორია აქვს, ასე ვთქვათ. ან თუნდაც მის სახეებს, აი ძალიან კაი ადგილია, ძალიან კარგი მოხტლეთ. და ეხლა სარემონტოს კიდე ეშველება ნელ-ნელა ხო? მაგრამ აი არც ერთი თეთრი რო არ გაგდა ბინდის ყიდვა გინდა მოსასწაულია, მაგრამ მიგდება რამე გამოვიდეს ბანკებით იმით ამით. ჩემი ხელფასთან არ მგონია რამე გამოვიდეს, მაგრამ ანუ რო ავივლიდი, გავივლიდი ხოლმე, მაგრამ ამის თავს გეფიცებით, სულ ვიძახდი მაგ ადგილზე, აუ ნეტა ეს ჩემი იყოს წინ მივიშენებდით ხო? ავიდით. შევდივართ სამსახურსა შინა. რა არიცით. YouTube-ზეც ხდება, ანუ დაფიქსირება შემოსავლების, ესე ოფიციალურად ვერ იმას გიშვებიან, მაგრამ ანუ მაგითაც რაღაცა ნაწილს გაძლევს ბანკიო. მაგრამ ყოველთვის ხო ვერ ვიღებ, ამიტომ YouTube-დან არ მგონია რომ საერთოდ ბანკმა რამე გაითვალისწინოს, ნუ ეხლა რადგან მე არ ვიღებ ყოველთვის. მოვეცი. გამოვედი. სამსახურიდან როგორ მზე გამოვიდა. წავიდეთ სახლში. მარიკომ ისეთი ცირკები ჩაატარა ხალხო, ეგეთი არ გენახოთ არაფერი და მე ეჭვმაქ ვარს გინახავთ. მაგან ამბები ატარა ღამე. მსგავსი რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, არაფერი მინახავს მე, ჩემი შვილი თან დაკავშირებით რა. ხო და წავედით. შესაბამისად სახლში ბრძანდება რა თქმა უნდა. ხო და მივიდეთ. სამუშაო დროები შემეცვალა. აღარ ვიქნები ვთქვათ, როგორ ვთქვა. მაგალითად 4-მდე რო ვიყავი ხახუთის ნახევრამდე და ესე უკვე ჩემი სამუშაო დრო გადმოიწია და ვიქნები 10-დან 3-მდე. ხოლოდ, ну მაშინ ერთი პერიოდი კი არა წლები ვიყავით 11-დან და ახლა უკვე 10-დან მომიწევს. მაგრამ 3-მდე, ну ცოტა ადრე მოვდივარ და ადრე მივდივარ რა, ესე რა ვთქვათ რა.
სიმართლეთან ეგრე მირჩევნია. რომ მეტი დრო მქონდეს შვილისთვის, მეტი დრო მქონდეს სახლისთვის, ქმრისთვის, გასასვლელად, გამოსასვლელად და ასე შემდეგ. ეხლა რა თქმა უნდა თუ მთლიან განაკვეთზე დავრჩები, ანაზღაურება შესაბამისი იქნება ბუნებრივია, მაგრამ ეხლა სხვა შემთხვევაში ესე იგი. როგორც იქნა მოვაღწიე სახლამდე, უკვე აღარ მეგონა თუ მოვიდოდი სიმართლე გითხრათ, რაღაცა ძალიან დიდ დროს ვკარგავ გზაში. ვერ გავიგე რატო. ხო არიცით. ხო მოვედი, ყავა მინდა და რა თქმა უნდა დავლიოთ, გამოცვას თავი არ მაქვს, ახლა პირდაპირ ყავა რო არ დავლიო, აი უბრალოდ თავი მისკდება. ვინმე მეტყვა ჩაქარი რატო არ ხარ? ყველაფერი მე უნდა გავაკეთო. ხო და ეს არის გოგოებო. აი ესე გადავწყვიტე გუშინ უეცრად რომ გამეკეთებინა ფაქტობრივად 24 საათიანი განტვირთვა კვებისაგან. ანუ 24 საათია, 24 საათი არ არის, 23 საათზე ცოტა მეტია, არაფერი მიჭამია. როგორც მითხრეს ხანდახან ძალიან კარგია თუ ეს გაწმენდა მოხდება და ხო და გადავწყვიტე რომ დღეაც უნდა ყოფილიყო ეს გაწმენდა. მაგრამ აი ხა ყავას რო დავლევ გამოდის რომ ვარღო ხო 24 საათს ხო ეგრე გამოდის გოგოებო შაქარს ვიღებ და რაღაცა ყავას რო იღებდი მარტო შაქარსაც ვიღებ. თუმცა მაგარი გოგო ვარ 23 საათზე მეტიც გავიდა. ამიტომ ახლა ყავა უნდა დავლიო. 24 საათი ვერ დაველოდები, რო გითხათ ახლა რომ ძალიან მშია და აი უნდა წავიქცი ან რაღაცა მსგავსი არაფერი არ არის, ჩვეულებრივად ვარ. დაღლილი ვარ ძალიან, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი აქტივობები იყო და ძალიან გადავიღალე სიმართლე რო გითხრათ. ამიტომაც ყავა რო არ დავლიო, არც 24 საათი მიდარდება ახლა და არც 18. თუმცა ვთვლი რომ არც 23 საათი არ არის ცოტა. ყველას ესე იგი ჩემი ზღვა რეკომენდაცია ამ ტილოებს, აი უმაგრესია ხალხო, უმაგრესი. აი ეს რაღაცა ჟღანები რომ მომაქვს ხოლმე ხანდახან, ჟღანს იმიტომ ვეძახ რომ ძალიან მალე ფუჭდება. აი ნუ ეს არის არ ვიცი, დედას ფიცა ვარ, რა ვიცი. ის მაგალითად ყოველ მე ხო ისე მაქვს მანიები. ყოველ მეორე დღეს და მესამე დღეს ვაგდებ და ახალ-ახალს ვიღებ და ამის შემთხვევაში 3 დღეს ძლებს და 6 დღეს. ანუ ძალიან კარგი ის არის. დღეს ისეთი დაღლილი დღეა იმ მხრივ რომ აქტივობები იყო და პარასკევ დღეს ნუ აი თან ბალეტიც იყო და ყველაფერი ერთად ძალიან გადავიწვი. და რატომღაც არასოდეს გავიდა ეს კვირა. რატო არ ვიცი, აი არ გავიდა. თქმა შვებულები და უნცებ ჰოპ. შუქში ვარ ეთყობა არ ვიცი. ეთყობა არ მქონდა ესე უცებ მზაობა სამსახურის და იმიტომ ვარ ესე გადაშტერებული. შემდგარ. და ეს ცოტა რომ გვიან გამოსულიყავი სამსახურიდან, ბარემ 24 საათი შევასრულებდი. მაგრამ ხო ისე წელს გამოვიდა, ისე წელს მოვედი, რომ ხა ვერ დაველოდები, თუ კიდე 15-20 წუთი რო ყავა დავლიო. დავლიოთ, ვაიმე დედა ცოტა ვიჭორაოთ. მარიკოს ცირკები უნდა მოგიყოთ ხალხო. მარიამმა ცირკები ატარა, არ გენახოთ ეგეთი არაფერი. მე არ მინახავს, მოიცავ ხოლმე. ნუ აი იმ დონემდე მიშრობს ტუჩებს, ის ტუჩსაცხი გოგოებო, რომ აი ნახედ მტკივა, ანუ ტუჩები
არ ვიცი, არ ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ. გაუხეშებული მაგ და მტკივა. სანა? ყადი ხდება ცოტა ვაზელინი გადავიტაროთ, თორე შეიძლება გავაფრინე ისე მტკივა წუთშები. დღეს ვაპირებდი, რა ქვია მაგას, ტოლმის მოხარშვას ხალხო, მეთქი ტოლმა მოხარშოთ. მაგრამ თან სამზარეულოს ხელოსანი მოდიოდა, რაღაცები მოიტანა, თან რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საქმე იყო სახლში და მოკლედ გამოვიდა რომ ტოლმა ვერ მოიხარშა. მოვალ და მომხარშავ თქო დედას უთხარი, მაგრამ ნერვი არა მაქვს. არა მგონია ღამე მომინდეს. ტუჩებს. ავიდეთ. დავლიოთ. რა თქმა უნდა ყავა. გამიგრილდა ყავა და დავლიოთ. ზუსტად 23 საათნახევარი გავიდა წინა კვებიდან. 24 საათს ვერ დაველოდები ყავა მიცივდება, კერდა გამიცივდა, უკვე სანამ გამოვიცვალე და სანამ ცოტა აზზე მოვედი ყავა გამიცივდა. და დავლიოთ ჩემი კოფე და რო შესრულდება ასე ვთქვათ 24 საათი. კი მაქვს უკვე დადგმული კერძი და მივირთებ რამეს, ასე რომ დღეს ასე გავიგიჟით. მერთო ყავა ყოფილა ეგეთი ნეტარი. ვარიკო მაღლა ბებო აჭმევს და ჩამომიყვანს. ეხლა მოგიყვებით ვარიკოს ცირკებს. ღამეა დაახლოებით თითქმის 3 საათი მეტი, ანუ გეუბნებით დაძინების დროს უკვე 3-4 წუთებზე დავიძინეთ, მაგრამ პროცესი დაიწყო 12-დან თუ რაღაც უფრო ადრე. ნუ ნელ-ნელა წინაპირობას ამზადებდა. მოვედი და მეუბნება რომ დედაო, გული მერევაო. ეს არის დაახლოებით საღამო რა, გული მერევაო. გვიანი არ არის საღამო. აი მე გადავირი, ხო იცით მე რა გიჟი. ჩამოვაქანე დაბლა მინდაო. ნუ მოკლედ არაფერი არ ქნა ერთ სიტყვით, ესე შვება. და იხრჩობა, არაფერს არ შვება. გავიდათ რომ გამზადებული აქვს სამოსი, რას იცვამს ბაღში და დედიკო თქო, სამოსი გაგიმზადე მეთქი, ყველაფერი ფეხსაცმელებიც აგიდევს თქო, ბებო წაგიყვანს დილით მეთქი და საღამოს მე წამოგიყვან თქო ბაღიდან. ამის მერე დაიწყო მთელი გულისრევის პროცედურები. შევწევართ უკვე და გავიწყეთ უკვე წიქით. ძალიან ვიყავი დაღლილი და ეხლა ღამისამამდე ვერ ვიჯდებოდი რა. ადრე დავწექი მოკლედ გულში. დაიწყო. დედა. ნუ დაწვა მანამდე ცოტა წაუძინა მოკლედ პროცესში მოვიძებს ესე. მე არ მეძინა, მაგრამ აი უკვე როძილისკენ მივდივარო, დედა გული მერევა, ვიხრჩობი თუ რაღაცები. ან უკვე მივხვდი რომ მაგარი გაყიდული თემა იყო ეგ უკვე რა. ნუ კაი, ეხლა ხომ მიაქციო ყურადღება. ქოთანს დაემხო და იხრჩობა. სუსტად ეგრე აკეთე. გული ესე კაია ხელები, ესე. ხო დედიკო, რავი, რაც გინდა ეხლა იმას ქენი თქო, აქა ვარ, შენთან ვარ, ყველა მოკლედ. მომენტებში გაურია რომ დედა არ მინდა ბაღში მაჭამონ სუპი. მე ვპასუხო, დედიკო, მე ვეტყვი რომ შენ არ გაჭამონ სუპი, ხოლო წვენი მივიტყვი. წვენიც არ მინდა, საერთოდ არ გაჭამონ ვეტყვი თქო. დავაყოლე ის ცარიელი პური ჭამე, არც პური არ მინდა. კაი მეთქა. მაშინ მეთქი, მოდი თქო, იოგურტს გაგატან მეთქი, ან ბარნის გაგატან, ან რაღაცას გაგატან მოთხარი.
და იქ შემიწყობენ ხელს ადრეც შემოთავაზეს რომ რა ძალიან უყვარს მოიტანე არ არის მისაღები და ზოგადად არ ხდება ეგრე მაგრამ რადგან ბავშვს აქვს ამ ხელაკვების პრობლემა შევალთ დედის და შვილის მდგომარეობაში და ნუ მოკლედ არც ბარნი არ მიდავეულებ თან იხჭობა მე ესე შე აი დედიკო მეუთხარი რა გავაკეთოთ მეთქი ხაბა რა უნდა ჭამოთ ჭამა არ მიხსენო შენ თუ არ გინდა მე კარგად ვიყო მაშინ ვიქნები ჩემთვის და ნუ აი ტექსტებს ლაპარაკობს აი ეგეთი არ გენახოთ არაფერი ბიჭო იცახი რა გინდა ქნა ნუ არ ვერაფერზე ვერ წამოვაკე შოკოლადს გაგატანიშვილო ყველაფერს გაგატანი არ ხო, კარგი უთხარი რომ არ ვაჭამონ. კარგი დედიკო ვეტყვი არ გაჭამო და გაგრძელდა თემა. ეხლა ვამზადებ ამბავს კაცო რომ ხოდა ვიყავდეთ ბაღში. არა. გამწარებით ერევა გული. ურეკავ დედაჩემს. დედა მეუთხარი, ვითომ ერევა ხალხო კი არ ერევა. დედა მეუთხარი. პრობლემა მაქვს მეთქი. მარიკო ესე და ესეა მეუთხარი ამბობს რომ გული მერევა რა გავაკეთო არ ვიცი ვაცაო აიო ხალხს დატოვე სახლში ვიქნები მე ის და ჩაბატყვირა მოდისო და მიხედავთ ყავს რომელნაირად ამ ერთ ბავშვს მეთქი შენ ასე საქმე მაგ გასავლელი გაკისა ეს ნუ კაი იყოსო არა უშავსო იყოსო სახლშიო ამან უკვე იტანჯა თავი, იხრჩობა, მე იხრჩობი ესე შრება. ესე უკავია ხელები, აი ესე. უკვე არ ვიცი რომელია 3 ხდება თუ 4, აღარ ვიცი ვეღარ სადაც ვეღარ უყურებ. მარიკო მეთქი, კარგი ხვალ ბებოსთან დარჩი, დედიკო, თქო უწახვალ ბაღში, მეტი თუ ასე ცუდად ხარ თქო. კარგი, ეს ხო დაწვა. და სანამ დავხედე ეცინე ხალხო. შვიდად არ იყო რომ ესე იგი ბაღში მიდიოდა და რადგან ვუთხარით რომ კაი დედიკო დარჩი ეს უკვე გადაუარა იმან ღელვამ და გაითიშა ხალხო ეგრევე. რა მეშველება იქ რომ აჭამესო ის წვნიანიო წიწიბურის წვნიანი გქონიათ რა ვიცი წიწიბურას წვნიანი ჩვენთან ბაღში არაკეთებენ ხა შესაბამისად არც ვიცი ხა წიწიბურისთან ვიცი ანუ კარტოფილთან ერთად კეთდება როგორ არ ვიცი მაგრამ აი ესე რომ ბაღებში მიირთმევდნენ არ ვიცოდი წიწიბურას მიირთმევ და წვნია შაჩაცი არ არის აი მე არ ვიცი ხა რა მეშველი მივიღებ ყველანაირ რჩევას რავი თუ გინდა ილოცეთ ჩემთვის რო შაბათს ბაღში წავიყვან რა ვიცი რა ვეკაპიკეთეთ მიშველეთ გამოვან მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი დამჭედეთ სად ისე რო იხრჩობოდ მიშველეთ და ესია ვაიმე ხალხო გუშინ ამ კონცერტები ატარა აი მანიპულატორია ჩვეულებრივი როგორი წვენია? ნატურალი წვენი. მამიკა მომიტანა. ნატურალი წვენი. სუპერ. ჩვენი აქვს. ნატურალია გდე? ნატურალი წვენი აქვს ღმერთო ეს ვინ არის? ეწუთით გოგოები. ნატურალი წვენი აქვს. კიდე რა აქვს და? აი ეს რაღაცა. ულატერიან კიდე რაღაცა მოვიგონე. შეხაია სამხაბახა. შეხანეს მამროლა ლაინახაი. მაინცადა მე ვაჩვენე ხაბახუბები უნდა ვაჩვენო. მოდი აჩვენე, მოდი. ამ
მოდი სწრაფად დედიკო დააჩვენე და მეძინა კაცო. ძირს დაიყარა და არა უშავს მე რეაქცია. აჰა, დავთვალიერებინე და დავთვალიერებინე. დაშვები დედა. არა თვალიერებინე? დავთვალიერებინე. აჩვენე და დავთვალიერებინე. კიდეც დავთვალიერებინე. რაღაცებია მოდით გავიკეთოთ რაღაცები მაგრამ ერთით გავაკეთოთ შემოჩნდება ტელეფონები მოდი რა მოვხაროთ რამდენი უნდა გავიმპრანტო? ვანსა და მათსა და უნდა გავიმპრანტო. გაცდი შვილო, გაცდი. კარგი გოგო, ხოლო შეგვარე ხოლმე ხელო კიკი. ტელეფონი აჩვენე და? რა? შენ ტელეფონი რო დევს მანდ-დე? აქ აი ტელეფონი. ნინეს რა დაურეკოთ გავგიშტები ხელოხი. ვის უნდა დაურეკო და? ხელოხის რო გავგიშტები, ისე მიყვარს ხელოხისი. რამდენ ხას მომენატრა? რამდენ ხას მომენატრა? ისე მიყვარს ხელოხის რო გავგიშტი ამაში. მეთქი ხელოხის რა არის მეთქი? აი ამაში რო იჯახდი და ამაშიო ხელოხისიო ხელოკიკიო. აი ამაზე წავიხი. აი ამაში. რატომ არ წახვედი დღეს ბაღში მოუყევი? არ ვიცი, გაზმერეოდა და ვირუსი მქონდა და რა თქონდა? ვირუსი. მერტო. რა მოვიგონე? რა მოიგონე დედა? ვინ გითხრა ვირუსი გაქო? ქული რომ ერეოდა. როდის აირიე დე? ეხლა. იმდენში ეგითხარი. იმდენიმე რა გითხარი. იმდენიმე რა გითხარი. გოგრანაირად და გათვალიერებინე. რაღაცები ავარჩიოთ, შეგიძლია. შეიძლება აქ რო გაიკეთო, შეგიძლია არ გაიკეთო. აი, აქ უნდა გაიკეთო. აი, მარიკო. მოუყევი? დღეს რატომ არ წახვედი? ოღონდ სიმართლე მოუყევი. სიმართლე? კი, ზუსტად სიმართლე.
მე რატო არ წავედი ბაღში იცით? ვილმერეუდა და მაგიტომ რომ ვერ წავედი და დამიზარა და ზაკუნა მითხრა რომ არ წავედიო. მე გითხრა? აჰა, ბებომ გითხრა რომ ჩემთან იყავიო? ხო. მერე დედიკო ბაღში რომ მოენატრიას მათ მასწავლებელს? მე ისე უწავა. აი, ორშაბათს წავიდეთ. ორშაბათს უნდა წავიდე, მაგრამ მეზარება მალე მოხვალდე და. შენ ხო მალე მოხვალ ხოლმე, ხოსემ პირდები ხოლმე, რომ დამებს უნდა მომიტანო ხოლმე, როსემ პირდები ხოლმე, რო წავალ ხოლმე, ხოსემ პირდები ხოლმე, აი მე როსემ პირდი. აი მე როსემ პირდი, ეს ტელეფონი კიდე ჯვები. ახლა გაცნებს რაღაცებს და მე სიმართლე უნდა მოგიყვეთ. გუში რა გააკეთე, მოუყევი. რა? ვითომ გული რო გერევდა და რო დაიმხე ქოთანზე, მოუყევი. რომ მომატყუე დედა ცუდა თავარო. დედა ცუდა თავარო. მაგას უთხარი რომ სიცხლე აქვს მეთქი რომ წავიდა და მე გავაჩინე და მე წავიდა სიცხლე გაიზომა და ეგრე გაიზომა რაც ეს კატა. დედიკო როგორ გაგიმართლა ბებოროთ საქართველოშია? ხოდე? ხო საქართველოშია. საქართველოზე მომიყევით. მე მინდა რომ ჩემი საქართველო ძლიერი იყოს, დათვლი და გამთნიანებული. ქართველი ხალხი უძლებელია, ქართველი მიწა განუყოფელია. და მამაყო რომ ქართველი ვარ და ვცხოვრობ საქართველოში. მე მიყოს ჩემი მამი, მე მიყოს საქართველო. ჩილოჩასობა ახალ წესის ვარდი. ალისა პეტრიერებას. რა გაიგონ შვილო, რა ჩქარჩქარ ელაპარაკობ, საიდან ისწავლე სულელური ლაპარაკი? ესე ჩქარა სად ისწავლე? არავინ არსად არ გასწავლის ასე ჩქარა საუბარი. ჩქარა უნდა მოვყვე. რატო? სად გეჩქარება? მეტროში. სად გეჩქარება? მეტროში. ზრდადი ხარ ნაძალადებთან. ნაძალადებთან? მაინც ღმერთო ჭკუიდან არ ამწევდეს ეს ბავშვი, მეტი არაფერი არ მინდა. საიდან გაგახსენდა და ნაძალადებთან რო დავდივარ? გოგო, ის არ არის მეტროში. კი და გოგო, არ დადიხარ მეტროში, ნაძალადებთან. კი და დავდივარ. დადიხარ და აბა რას მატყუებ? არ გეტყუებ, დედი, დავდივარ თქო, ხო გითხარი, შვილო. მე ხომ გითხარი რომ დავდივარ, და? მერე? რა მერე? მერე რა იყო? რო არ დადიხარ ნაძალადებთან. მე გეთოს არ მომისხნა იცოდე. დედი, რატო არ ესაუბრები, და? გოგო, უნდა ვესაუბრო. დამაცადე, ხო უნდა გავიკეთო. რას იკეთებ, და? კაპებს. არ გინდა წამოვწვეთ. არა. რატო, დედა?
იმიტომ რომ მეზარება რა დაწულა. შეიძლება დედა წამოწვეს? წამოწეთი თუ გედომება. და მე ვერაპარაკებ. შეგიძლია არ წამოწი, შეგიძლია წამოწმე და დედა რო დაღლილია დედიკო. ძალიან დაღლილია დე. მოდი რა ცოტა ხანი დავისვენოთ საყვარელო დედა. არგი რა აქ დაისვენე და აქ წამოწეთი. დაიმშვიდობე ჩემო ლამაზო. გუგუ რატო უნდა გამიწისო? არ გაგითიშავდე. გუგუ მერტვე. მოდია. დედიკო დაღლილი ვარ გთხოვთ. არა ხარ დაღლილი. აი მიშველეთ. მოდია. მოდი და აქ ველაპარაკოთ დე. არ მინდა. მარიკო. მოდი დე. არა. აქ უნდა დაჯდა ტელეფონი, უნდა დავწერო დე. ესენი წამოვდი ხო? სად დედა საწოლში? არა გოგო, უნდა წავდო. მიშველით. მოდი მოვაწყოთ ქალობის დღე და გამოვაცხოთ ჭადი. თქვენ როგორც მოგწონთ. როგორც იცით, მე კალორიულ დეფიციტზე ვარ. ხო და ვნახოთ რა გამოვა. მე მილიონებს ვაცხობ ალბათ. მაგრამ მაინც. ხო, რაც თავარია, ვშუშავ და ვაცხობ მეგობრებო ჭადს უზეთოთ. 140 კალორია აქვს უზეთოთ გამომცხარ ჭადს, ამიტომ გირჩევთ ზეთი არ გამოიყენოთ. რომელი დავაყოლოთ ჭადს, ტუნა თუ სკუმბრია? მოდი ვნახოთ. 79 კალორია აქვს ტუნას, რომელზეც ვგიჟდები, ძალიან მიყვარს და სკუმბრიას აქვს 100 კალორია ტომატში, ხოლო ზეთში ბევრად მეტი აქვს ტუნასაც და სკუმბრიასაც. ამიტომ ზეთში არ გირჩევთ, თუმცა ნებისმიერ თევზი შეგიძლიათ მიირთვათ ისედაც თუნდაც მოხარშული ან გრილში მომზადებული, მაგრამ ზეთში რო ტივტივებს არ გირჩევთ. სკუმბრია გადაწყდა. 95 გრამი სკუმბრია. ჭადი 99 გრამი. იმერული ყველი 11 გრამი. დაახლოებით 260 კალორია. ახლა მითხარით. შიმშილობ. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა რომ იყურეთ.